საინტერესო შემეცნებითი 1 საათი რადიო მედეფემის ეთერში. აქტუალური თემები, ცნობილი ადამიანების განსხვავებული შეხედულებები. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა. ყოველ სამუშაო დღეს 13 საათიდან შუა დღე მედეფემ 103-ზე. მოგესალმებით ძვირფას რადიო მსმენელებო, თბილისი დროით 13 საათია. რადიო მედეფემის ეთერშია ყველაზე მრავალფეროვანი გადაცემა შუა დღე მედეფემზე. ტალღაზე 103, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ აქტუალურ და საინტერესო თემებს. დღეს თქვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში იქნებიან მარიამ თოდუა და გიგა გიგაუ. გიგა, მეც მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს და მოკლედ გავაცნობ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ანონსს. ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიან ფილმ დინოლას რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალს დაკინო 24-ის მთავარი პრიზი ტროფეი გადაეცა. ფილმის წარმატებებზე გადაცემის პირველ ბლოკში თავად მარიამი გვესაუბრება. საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე საქართველოს თამბაქოს გარეშე. აღნიშნული დღის წლევანდელი თემა თამბაქოსგან თავისუფალ სამასპინძლო სექტორს მიეძღვნა. ამ თემაზე უფრო დეტალურად გვესაუბრება ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნუკა მაღლაკელიძე. ხოლო გადაცემის მესამე ბლოკში სტუდიაში შემოგვიერთდებიან კოკა შავდია, რომელიც სპორტულ სიახლეებს გაგვაცნობს და ლიკა ბიჭიაშვილი, რომელიც მსმენელს საინტერესო და სასარგებლო რჩევებს მისცემს. გიგა, როგორც თავიდანვე ანონსში აღვნიშნე, ჩვენთან სტუმრად არის ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც ბუქარესტში გამართულ კინოფესტივალზე დაკინო 24-ზე წარმატებას მიაღწია. რეჟისორის ფილმმა დინოლამ კინოფესტივალის მთავარი პრიზი ტროფეი დაიმსახურა. სწორედ ამ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე უფრო ცლად გვესაუბრება თავად მარიამი. მოგესალმებით მარიამ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გილოცავთ წარმატებებს. მადლობთ. თავიდან მოდი გვიამბე ფილმი დინოლას შინაარსის შესახებ. ფილმი დინოლა არის პატარა გოგოზე, დავიწყებთ იმით, რომ სვანეთში იყო ადრე 1 საუკუნის უკან და არა ეხლა რაღაც ტრადიციები, რომელიც არ იყო კარგი. და ამ ტრადიციის ერთ-ერთი მონაწილე იყო ბებიეჩემი, რომელიც თავის ცხოვრებას მიყვებოდა ძალიან მძიმე დაღუქვამდე ამ ყველაფერს და შემდეგ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა მოკლემეტრაჟიანი ფილმი მის ცხოვრებაზე. ეს იყო ტრადიცია, რაც შეეხება ტრადიციას, ანუ როდესაც ქალი დაქვრივდებოდა, ის უნდა გათხოვილიყო ხელმეორედ, რადგან სტატისტიკური მონაცემებით, ანუ მამაკაცები უფრო მეტნი იყვნენ ვიდრე ქალები და გაუთხოვარი ქალი არ იყო მაგ პერიოდში სოფელში და შესაბამისად ქალებიც იძულებული იყვნენ გათხოვილიყვნენ ხელმეორედ და ტოვებდნენ ბავშვებს გარდაცვლილი ქმრის ოჯახში, ანუ ბავშვის წაყვანის უფლება ქალს არ ჰქონდა. ქმარს რა თქმა უნდა მიყავდა მეორე ქმარს, მაგრამ თვითონ გარდაცვლილის ოჯახი არ ატნევდა ბავშვს და ხდებოდა დედაშვილის დაშორება. და ამ თემაზე არის ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმი დინოლაც. და მარიამ, დღესაც თუ არის სვანეთში ეს ტრადიცია შემორჩენილი? რა თქმა უნდა. დღეს არ საჭიროებს იმას, რომ მაშინ იყო კარჩაკეტილი ცხოვრება და მე პირადად ხა უშკულის ცხოვრებაზე გავაკეთე ფილმი, მე იქიდან ვარ წარმოშობით, იქ ვარ დაბადებული და თითქმის გაზრდილიც. და დღეს არ საჭიროებს, იმიტომ დღეს უკვე ხა ჩვეულებრივად ქალაქში შეგიძლია ჩამოხვიდე და არ არის აუცილებელი რომ თქვათ, ანუ მაშინ იყო კარჩაკეტილი ცხოვრება, ვერ გადიოდნენ ან სოფლიდან სოფელში და ასე შემდეგ. თან ადრე ყურადღებას აქცევდნენ როგორი ოჯახიდან არის, ვინ არის და შესაბამისად ეხლა როდესაც არ იყო გზები და სხვა სოფლებიდან იშვიათად მოყავდათ, იმიტომ რომ ჯერ უნდა გაერკვეთ ოჯახი, მე გოგოსთან უნდა მოეგვარებინათ ის ან მთელი ის იყო პრობლემებთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად გასაგებია. როგორც ვიცი, ფილმში არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. არ გაგიჭირდათ მუშაობა არაპროფესიონალი? ძალიან გამიჭირდა. აღნიშნა რომ პროფესიონალი მონაწილეობს ორი და ეს არის ქეთალ ორქიფანიძე და ვახოჩა ჩანიძე, პატარა როლები აქვთ. რაც შეეხება არაპროფესიონალებთან მუშაობას, არ გამიჭირდა, იმიტომ რომ გამიჭირდა ბავშვთან ძალიან, იმიტომ რომ 3 წლის იყო ბავშვი და არაფერი არ ესმოდა, რაც უნდა გეთქვა. არაფერზე არ ქონდა საერთოდ და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იმდენად მომეწონა ვიზუალურად ეს ბავშვი და იმდენად ეს ბავშვი დავინახე ჩემ. სვანია ბავშვი. კი, სვანია ლენჯერიდან არის ნუცი ხავთანი და აი ვერაფრით ვერ დავთ მე, მიუხედავად იმისა, რომ პროდიუსერიც, ხოებიც მეუბნებოდნენ, რომ შეიძლება ვერ გააკეთო.
თავარ როშედაც არის 3 წლის ბავშვი ძალიან რთულია გარისკო რო წაიყვანო და იმიტომ რომ შევა იმ ბავშვმა თუ ვერ გააკეთა ვერაფერი всё ვერ აკეთებ ფილმს ახლა 10 ჯერ ვერ ატიხარ გადასაღებ მოედანზე რა შეხება სხვებთან ანუ არ გამიჭირდა იმიტომ რომ უშკულელები ძალიან ისეთი თავისუფალი ხალხი ვართ ძალიან ისეთი თავად მოდელი გადაღებაზე მიდიოდნენ ხო კი ძალიან თავისუფლად ასრულებდნენ ანუ არანაირი არ მქონია პრობლემა. და რამდენი დრო დასჭირდა მარიამ ამ ფილმის გადაღებას? ერთი კვირის განმავლობაში ვიღებდით ფილმს და მაგისგან და მოსაზრდებელი პერიოდი ჰქონდა მანამდე კიდევ. ფილმში არის ესეთი სცენა, ისო ბავშვი დაუბრუნდები უკან ფეხშველი გამოდის თოვლში. ზამთარში ვიღებდით ალბათ. მარტში ვიღებდით, მაგრამ მარტში ძალიან ცივა სვანეთში ხო? კი, ძალიან ციოდა. და როგორ მოხდა ეს ფილმი ამ კინოფესტივალზე, სადაც ასეთი წარმატება ბუქარესტში ფესტივალზეა საუბარი. ბუქარესტში ჩვენი მეგობარი არის ერთი მანამდე ვიყავი ბუქარესტში სცენარით მონაწილეობდი ფილმ ტიპის ერქვა კონკურსზე და მაგამ გვითხრა რომ ესეთი კინოფესტივალი არის ძალიან მოსწონდა ჩვენი ფილმი ანუ რეჟისორია თვითონაც და ვთხოვა რომ გაგვეგზავნო ფესტივალზე და ესე გავაგზავნეთ ფესტივალზე და მიმიწვიეს და რომ მიმიწვიეს რომ ჩავედი მინდა აღნიშნოთ რომ ძალიან ისე კარგად მახსენდება ეგ თქვენი ემოციები ხო? არა, გეტყვით ხო, მანამდე კიდევ ანუ ძალიან კარგი სიტუაცია იყო, ძალიან კარგად დაახვდნენ, გვემსახურებდნენ მანქანით, ნუ ყველა პირობები ძალიან უმაღლესი და დაჯილდოებამდე მაინც ხა ხელა ადამიანი ხა 25 ფილმი მონაწილეობდა და ძალიან პატარა შანსია რომ მოიგო. და როდესაც შევედი, ანუ მიგვიყვანეს მანქანით ჩვენ და სხვაებიც, ანუ მონაწილეები ფესტივალის დირექტორი გოგო ძალიან ლამაზი გოგო გამოვიდა და მეუბნება რომ შენო ისეთი ლამაზი ხარ შენთან სურათი უნდა გადავიღო და მე ესე ვფიქრობ მეთქი მე ლამაზი ვარ და მაგიტომ უნდა ჩვენთან სურათს გადავიღო და გავიმარჯვე ფესტივალზე მივხვდი მაშინ რომ გავიმარჯვე იმიტომ სხვანაირად ეგ გოგო არ გადაიღებდა ეხა არ მოვიდოდა და თან ვაკვირდებოდა ანუ იცოდა წინასწარ ვის ერგებოდა ეს იცოდა პროექტორმა რა თქმა უნდა ეგ ახსენე რომ 25 ქვეყანა ხო 25 ფილმი ხო თუ 25 ქვეყნიდან ანუ თითო ქვეყანიდან თითქმის იშვიათად რომ ერთი ქვეყნიდან ორი ფილმი იყოს მოკლემეტრაჟიანი ხო კი თითო ქვეყნიდან თითო ფილმი ევროპული ქვეყნიდან კი ევროპული ქვეყნებიდან კი ყველა მოკლემეტრაჟიანი ყველა მოკლემეტრაჟიანი გახსოვს რა ფილმები იყოს ხო არ მაქვს ბევრი ნახე სადღაც 10 ფილმი უნახე ანუ ორჯერ დავესწარი ჩვენებას ანუ არ მქონდა იმდენი დრო რაც ჩემი და კიდევ რომელ საერთაშორისო ფესტივალზე გაიტანა ეს ფილმი კარგით საერთაშორისო ფესტივალებზე ბევრზე ძალიან სადღაც 25 ფესტივალზე მონაწილეობდა მათ შორის კლერმონ ფერარი ანუ აკლასის კინოფესტივალად ითვლება და სადღაც 10 პრიზი აიღო ფილმმა საერთაშორისო და მათ შორის საქართველოში აიღო სესილი ფესტივალი თუ კინოფესტივალი სესილზე აიღო და ჟანიას პრიზიც დაიმსახურა ბოლოს ანუ ეხა იანვარში და ევროპულ კინოაკადემიაზე იყო კიდევ წარდგენილი 2014 წელს ნორვეგიამ წარადგინა გრიმსტადის კინოფესტივალმა ანუ მან გაიმარჯვა როგორც საუკეთესო ევროპული ფილმი და წარადგინეს ევროპულ კინოაკადემიაზე და შენი აზრით მარი რამ განაპირობა ამ ფილმის ასეთი წარმატებები ამ ფილმის ასეთი წარმატებები განაპირობა არის ალბათ თვითონ ისტორიამაც არა ანუ ისტორია კი იყო უცხო მაგრამ ალბათ მოსწონდა ძალიან დოკუმენტური სტილი ძალიან რეალური ანუ გონიათ რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება ხალხს რომ ეს არის ნამდვილი ამბავი და ეს არის დოკუმენტური ფილმი და ეს არ არის დადგმული და ეს ხომ არის ნამდვილად რეალურ ამბავზე თვითონ რეალურ ამბავზე არის რა თქმა უნდა დაყრდნობილი აი ზუსტად ისე გადავიღე ფილმი როგორც ბებია მიყვებოდა მთელი ემოციებით მეც ვძილობდი რომ არ დამეკარგა ის ბებია ჩემისნა ამბობი არც ერთი სიტყვა არც ერთი ემოცია და მახსოვს ბებიას რო ვაჩვენე ფილმი ახლა არის 90 წლის მითხრა რომ მე ფეხშოლი ვიყავიო და ამას წინდები ჩავაცბავ შემეცოდა ეხა ფეხშოლი გავატარებდი თოლში ერთი შენიშნება უნდა მარტო აი ეს მაინტერესებს რომ ისევ იმას უნდა დაუბრუნდეს ბოლო მიღწევას ესე ვთქვათ ბუქარესტზე და კინო 24-ზე მაქვს საუბარი მასშტაბები მაინტერესებს რამდენად მასშტაბურია ეს ფესტივალი მე როგორც ვიცი ძალიან კარგი კინოფესტივალია ესეთი მასშტაბური და ანუ პირველი კინოფესტივალია რუმინეთში ანუ ყველაზე ძველი და პირველი ანუ ისე მაღალი ფესტივალად ითვლება და საერთოდ რუმინული კინო ძალიან კარგია არ ვიცი თუ არა ანუ დაახლოებით
5 წელიწადში, ანუ გასულ წლებში ორჯერ მოიგეს პალმა რუმინელებმა და შესაბამისად რუმინეთის მერე ამბობენ რომ საქართველოს ხო რიგშიო და რამდენად არის მეც მაქნას წარმატებები ისე ამოინტერესებს კიდევ მაგრამ აი ამ ბევრი მიწოვები გაქვს ბერნალეს ტალანტებშიც ქონდა მიწოვა ეხლაც უბრალოდ გამარჯვებული გახდა შენი ფილმი ესე ვთქვა ჩვენება თუ ხდება იგივე ევროპაში ან იგივე რუმინეთში თქვენი ამ ფილმის ჩვენება თუ მოხდება არა როგორ არა ყოველთვის ხდება ანუ როგორ არის სატელევიზიო კინოთეატრებში თუ როგორ კინოთეატრებში ანუ მაგ პერიოდში, როდესაც ფილმი მონაწილეობს, აჩვენებენ 3-ჯერ, ეხლა მაგალითად კლერმონ-ფერაში 10-ჯერ აჩვენეს, ანუ და ძალიან ერთხელ მახსოვს კლერმონ-ფერაში ავტობუსში ავედი, ანუ აეროპორტში მივიდოდი, ის რაღაც ბილეთზე უნდა გამერკვია და ავტობუსში ავედი და ვიღაც ფრანკს რაღაცა მისამართი ვკითხე, რაღაცა ვერ ვაგნებდი მოკლედ და რომ მკითხა რეჟისორი ხარ რაღაც და მეთქი კი რაღაც და ჩემ ფილმი ნანახი ხოდა და ისე გამიხარდა, ანუ ძალიან პოპულარულია საფრანგეთში, სულ დადიან ეს და იციან, ანუ ეს კინო და ეს ახალი და მარიამ, მხოლოდ შენს სცენარებზე იღებ ფილმებს თუ არის რაღაც სხვა სცენარები, რომლებიც ამ ეტაპზე მარტო ჩემ იმის მიხედვით ვიღებ სცენარების მიხედვით და შემდეგ არ ვიცი ხარ როგორ შემოთავაზებები მექნება უკვე სრულმეტრაჟიანს რომ დავასრულებ, მე ვნახოთ. აი ზუსტად ახლა გადავიდეთ სრულმეტრაჟიან ფილმზე, რომელსაც ქვია დედე და როგორც ვიცი, ანუ როდის იწყებ გადაღებებს და როგორც ვიცი ტარდება კასტინგი მსახიობებზე. დიახ. ანუ კასტინგი გვაქვს მსახიობებზე, მთავარი როლის შემსრულებლები უკვე შევარჩიეთ, გოგო და ბიჭებიც თითქმის, ეხა უკვე მეორე ხარისხოვან როლებს ვარჩევ. ანუ კასტინგი ტარდება სვანებისათვის, მარტო სვანებს ვიღებ ფილმში და ძალიან მინდოდა მსახიობები ეთამაშათ, მაგრამ რაღაც ეგრე გადაუწყვეტე, რომ ეს ფილმიც დოკუმენტურივით ყოფილიყო და თან სვანურ ენაზე ვიღებ ამ სრულმეტრაჟიან ფილმს და შესაბამისად გადაუწყვეტე, რომ ყოფილიყვნენ მარტო სვანები. ნუ შემდეგ რა თქმა უნდა სხვას გავაკეთებ. და გადაღებებს იწყებ ივლისში ახლა ზაფხულში. და რამდენი საათიანი თუ რამდენი საათნახევრიანი იქნება დაახლოებით ფილმი, შეიძლება ცოტათი მეტი. და იქნება 4 სეზონი ფილმში, ანუ ზაფხულში ვიწყებ, მერე შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული. ან მთელი წელი. ანუ კასტინგი მეორე ხარისხოვან როლებზე გაქვს. რაიმე ეს როგორ თქვა, დამახასიათებელი სვანური ენა ხო არის საჭირო. დამახასიათებელი არის სვანური გარეგნობა, აუცილებლად და ზოგს საინტერესებს როგორია სვანური გარეგნობა. რაღაცა ის ცოტა გამოყვანილი ნაკვთები, რაღაცა მე მაგალითად ხა თვითონ სვანებმა იცი, მე მაგალითად ცნობ სვანებს ქუჩაშიც და ყველგან სადაც სანაში ვხვდე, რაღაცა განსხვავებული, ოდნავ განსხვავებული სახი აქვს, ნუ ყველა კუთხეს აქვს ჩემი აზრით დამახასიათებელი გარეგნობა. ნუ ზოგს მარიამ, ძალიან მაინტერესებს რატომ იღებ მაინც და მაინც ამ სვანურ ტრადიციებზე ფილმებს, რამიტომ ხარ ესე დაინტერესებული? თავად სვანი ხარ ვიცი, მაგრამ სხვა რამე ხომ არ არის აქ თავარი მოწყობა. კი, ნამდვილად ესია კუთხის ამოწევა მინდა და სულ ყოველთვის გული მწვდებოდა. მახსოვს ერთხელ თეატრში ვსწავლობდი, ლექტორმა მითხრა, რომ ეხა ძალიან მიყვარსო, რომ სვანეთში ვაჟა-ფშაველასნაირი არავინ არ დაიბადაო და რაღაცა ძალიან გული, იმიტომ რომ მართლა, იმიტომ რომ იმდენად საინტერესო რაღაცები ხდებოდა ყოველთვის, ეხლა მარტო არა მანამდეც უფრო მანამდეც და არც წიგში არსად არ არის გადამოცემული არაფერი, ანუ არც ერთ მწერალს არავის საერთოდ არაფერი აღწერილი არა, კი ყავდა სვანებს წერილები, მაგრამ უფრო სხვა რაღაცებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ვიდრე რაღაც იმდენად რა ამ ტრადიციებს. ხო და რაღაც სუნწყდებოდა ამაზე გული, იმიტომ რომ როდესაც დავიწყე ამ სცენარზე მუშაობა, ბიბლიოთეკაშიც აი სად არ ვეძებდი, რომ რაღაცა ინფორმაციები მოგეზია. და საერთოდ ვერაფერი ვერ ვნახე და აი 10 მაგად დამწდა გული, რომ აი ასეთი კუთხის შვილი ვარ, მე ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე და ყველას უყვარს თავის კუთხე. ყველას უყვარს სვანეთი ნამდვილად. და ვაჟა-ფშაველაზე მინდა ვთქვა კიდევ, რომ ვაჟა-ფშაველა თუ მასა მიუძღებით, მხოლოდ ფშაველების უნდა იყოს მაშინ და ყველასია ვაჟა-ფშაველასნაირი არავინ არ დაბადებულა. არა, არ დაბადებულა საქართველოში ნამდვილად და რა თქმა უნდა. არა, კი არ მწვის პირიქით მიხარია, რატო უნდა მეწყინოს, მე ძალიან მიყვარს ვაჟა. უბრალოდ მე აღნიშნავ იმას, რომ რაღაცა ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, რომ გაქრეს ეს სვანური, იმიტომ რომ უკვე ერთ წელწადშიც აღარ არის ის რაღაცა სვანური, აღარ არის, უკვე შეიცვალა ყველაფერი და ქრება და მინდოდა რომ რაღაცა სანამ ნამდვილად გეთანხმები ისტორია ერთი დარჩენილი იყოს სვანეთზე. მაგრამ მინდა კითხო, აი იგივე არსებობს
ისტორიები ზოგადად საქართველოზე, რაზეც ფილმები არ არის გადაღებული, ესეც თუ გეგმავ რაიმეს. იცით რა არის, არსებობს ძალიან ბევრი ისტორია. არა მარტო კუთხეის კუთხურ ტრადიციებზე ზოგადად საქართველოს ისტორიები. რატო ბევრი ეხა ძალიან ბევრი ისტორიული ფილმებიც არ გადაღებულა საქართველოში და ძალიან ბევრი რაღაცაზე შეიძლება რომ გააკეთო. ანუ მომავალში იგეგმება მსგავსი. ფიქრობ რაღაც ერთ ისტორიულ ფილმს, მაგრამ რამდენად გამომივა და როდის ჯერ არა ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ ისტორიული ფილმები ან მეფეებზე ცოტა ძვირი ჩდება და ალბათ უფრო სამომავლო საქმეა ეგ. და მომავალში კიდე რა გეგმები გაქვს? აი ახლო მომავალზე რო ვისაუბროთ, რას გეგმავ? ანუ ახლო მომავალში ახლა ფილმზე ვმუშაობ, სცენარზეც ვმუშაობ, თან ასკადროუკებს ვაკეთებ და ანუ გადაღებებს ვიწყებთ ახლა და მინდა რომ მოვრჩე და რაღაც გველოდებით გრანტებსაც უცხოეთიდან და თან პარალელურად ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი დანაცვლოდებით რაღაცებს და შემდეგ უკვე ალბათ ახალ სცენარზე ცოტა ხანი შევისვენებ და რაღაც ახალ სცენარზე დავიწყებ მუშაობას. ეს ალბათ 1-2 წლის საქმეა, 2 წელი დაჭირდება მას. ისევ დინოლა, მოკლედ ეს უნდა ვთქვა. კიდევ აქვს ახლა მიწოვა დინოლას როგორც მე ვიცი სან სებასტიანში, ბასკეთში, არა ჩვეულებრივ ქალაქში. რა ხდება რა ფესტივალია ეს? სან სებასტიან Human Right Film Festival ესე ქვია, ძალიან კარგი ფესტივალია, როგორც მითხრეს და ძალიან მინდა წასვლა სამწუხაროდ უკვე დრო აღარ მექნება ფესტივალებზე სამოგზაუროდ და გასართობად. ანუ ფილმი გაგზავნილი გაქვს? კი, ანუ როგორ არის, ვაგზავნით ფილმს თავიდან, შემდეგ ეგ ფილმი ხვდება ზოგი ფესტივალი თუ მოკლემეტრაჟიანებისა, შეიძლება 25 ფილმი მონაწილეობდეს, თუ სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანების ფესტივალია, ანუ ორივე ერთად, მაშინ მარტო 12. და ესე 12 ფილმს შორის ხვდება ხოლმე და ამ 12-დან უკვე მე დაჯილდოების დროს გამოავლენენ ერთ გამარჯვებულს. გასაგებია მარტო. ძალიან დიდი მადლობა მარიამ მოგზაურობისთვის, წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა რომ წარმატებები მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები. დიდი მადლობა, უღმესი მადლობა. თქვენ უსმენთ გადაცემა შუა დღე მედეფემზე, პირველი სამედიცინო რადიო მედეფემის ეთერში ტალღაზე 103. ჩვენ კი მოკლე პაუზის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით. დროებით. ეთერშია გადაცემა შუა დღე მედეფემზე. დაგიბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, პირველი სამედიცინო რადიო მედეფემის ეთერში გადაცემით შუა დღე მედეფემზე ტალღაზე 103. გიგა, ახლა კიდე გაგვაცანი მეორე ბლოკის თემა და სტუმარი ვინ ყავს შეახსენეთ ჩვენს მსმენელს. ჩვენი მეორე ბლოკის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნუკა მაღლაკელიძე. მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანი მწველია. თამბაქოს მოხმარება კი სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი. მწვერვალობა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 1/3 თამბაქოს მოხმარებელია და ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. იზრდება ასევე მოზარდ მწვერვალთა რიცხვით და ის დაახლოებით მე-5 ნაწილს შეადგენს. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით, როგორიცაა სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებები, დაახლოებით 11,000-მდე ადამიანი იღუპება. ცნობილია ის ფაქტიც, რომ თამბაქო საფრთხეს უქმნის არა მარტო მწველებს, არამედ იმ ადამიანებსაც და განსაკუთრებით ბავშვებს, ვინც კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. ყოველწლიურად 29 მარტს საქართველოში აღინიშნება დღე საქართველოს თამბაქოს გარეშე. მისი აღნიშვნა თამბაქოს თავისუფალი გარემოს მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ამ თემებზე უფრო ცუდად გვესაუბრება ჩვენი სტუმარი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნუკა მაღლაკელიძე. შუა დღე მშვიდობისა, ნუკა. მადლობა სტუმრობისთვის პირველ რიგში. გადავალ პირდაპირ თემაზე. ნუკა, გთხოვ უფრო დაწვრილებით რომ მოგვიყვე ამ დღესთან დაკავშირებით, რა იყო მთავარი გზავნილი და რა აქტივობები მიმდინარეობდა, რა ჩატარდა, რა ღონისძიებები იყო გამართული. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ თამბაქოს გლობალური ტვირთის შესახებ, ასევე საქართველოშიც, როგორც თქვით, ძალიან გავრცელებულია და ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის სწორედ ამ რისკ ფაქტორის წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიტიკური
კუთხით და ასევე სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიების დაგეგმა. მათ შორის არის სწორედ ეს თამბაქოს ეროვნული დღე, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე, რომელიც 29 მარტს აღინიშნება. ეს დღე უკვე 1998 წლიდან აღინიშნება საქართველოში და ყოველწლიურად არის ხოლმე სხვადასხვა გზავნილები. წელს ჩვენ ყურადღება გავამახვილებთ პასიურ მოწევაზე, კერძოდ კი პასიურ მოწევაზე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ განსაკუთრებით სამასპინძლო სექტორში, როგორც არის რესტორნები, ბარები და ასე შემდეგ, იყოს სწორედ გატარებული თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობს უკვე საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს ღონისძიებები გატარებული და განხორციელებული უნდა იყოს, თუმცა როგორც რეალობა გვანახებს, ხშირად ესე არ ხდება. თუმცა საზოგადოებრივის მხრიდან მოთხოვნა უკვე დაწყებულია, რადგანაც ჩვენ შარშან ჩავატარეთ სწორედ კვლევა ამის შესახებ და ნახეთ, რომ 90%-ზე მეტი მხარს უჭერს, რომ რესტორნები და ბარები სივრცეები თავისუფალი იყოს თამბაქოსაგან. საზოგადოებას უკვე ესმის თამბაქოს მავნეობის შესახებ ძალიან კარგად, განსაკუთრებით კი იმ ნაწილს, რომელსაც ყავს პატარა ბავშვები და უბრალოდ ვერ დადიან, ვერ დაყავთ, რადგანაც იციან რა მავნეზე გავლენა შეიძლება ამან იქონიოს ბავშვებზე განსაკუთრებით და მეორეს მხრივ უკვე დაწყებული არის ზოგიერთი რესტორანისგან საკუთარი კერძო ინიციატივით დაცვა ამ კანონის, რაც ძალიან მისასალმებელია და ჩვენმა ცენტრმა სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მათი წახალისება მოხდეს, მათი გარკვეული სახით დაჯილდოვება, გამოვლენა და ასე შემდეგ და ამ მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეკმავთ სწორედ ამ ღონისძიებებს, რომ ყველა ასეთი დაწესებულება გამოვავლინოთ და მოვახდინოთ აქტიური ინფორმირება საზოგადოების, რომ კიდევ უფრო წახალისდეს ეს თემა და წინ წაიწიოს. მიზეზებად, ანუ ალბათ რაღაც კლიენტების შემცირება სასახელად ეს ხშირად არის ხოლმე სწორედ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ თავს მოხვეული მცდარი მოსაზრება, რომ ასეთი ინიციატივები კლიენტებს კარგავს, თუმცა ჩატარებული არის უამრავი კვლევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თქვენ ალბათ კარგად იცით, რომ უკვე უამრავ ქვეყანაში განვითარებულში და ასევე განვითარებაში ეს კანონი მოქმედებს და შედეგებმაც გვანახა შეფასების, რომ არანაირად ეს არ მოქმედებს კლიენტების შემცირებაზე, ხშირ შემთხვევაში იგივე რჩება, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით იზრდება, რადგანაც ხალხი უკვე დადის ოჯახებით, ბავშვებით, როგორც მოგახსენეთ საზოგადოებრივი კვების პუნქტებში და არანაირად ეს ბიზნესს არ აყენებს ზიანს პირიქით. ანუ ჩვენთან მალე შემოვა ეს კანონი ძალში? ჩვენთან როგორც გითხარით, 2008 წელს იქნა თამბაქოს კონტროლის კანონი განახლებული და ამ კანონის მიხედვით უკვე არის ეს პუნქტი გათვალისწინებული, რომ 50% მაინც სივრცის რესტორნების და ბარების უნდა იყოს გაყოფილი და იყოს არამწეველებისთვის. თუმცა აღსრულების მექანიზმები არის რთული, არ არსებობს ასე ვთქვათ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ პოლიტიკური ნება, რომ ეს აღსრულება ნამდვილად იყოს განხორციელებული, მაგრამ შემუშავებული არის ასევე ახალი კანონ პროექტები, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად მოხდება სრული აკრძალვა და სწორედ ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ ყველაზე ესეთი სრულფასოვანი ეფექტური საშუალება არის სწორედ სრულფასოვანი აკრძალვა. გარდა ამისა, თვითონ რესტორნების მეპატრონეებთანაც ჩვენ მქონია არაერთი სარეკომენდაციო შეხვედრები და ისინიც აცხადებენ, რომ მათთვის ეს ბევრად უფრო მარტივი იქნება. ანუ წინააღმდეგობა არ არის. არანაირი წინააღმდეგობა არ არის, პირიქით მხარს უჭერენ, უბრალოდ მათი ერთადერთი მოთხოვნა და რაც სავსებით ლეგიტიმური არის, რომ ყველა იყოს ერთ თანაბარ პირობებში, ასე ვთქვათ, და იყოს სრული აკრძალვა და არა გარკვეული რაღაცა წესების დაწესება, რომ ინტერიერი შეიცვალოს, დაყენდეს საფილტრე. გაკონტროლება როგორ მოხდება, ან ვინ გააკონტროლებს? ეს ყველაფერი ახალი კანონმდებლობით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ, არამედ მთლიანად მრავალსექტორულად ამაში ჩართული იყო 12 სხვადასხვა სამინისტრო და ურთიერთშეთანხმებით მოხდა ამ ახალი კანონ პროექტების შემუშავება. გათვალისწინებული არის სპეციალური მონიტორინგი, რა თქმა უნდა, გადანაწილებული არის ეს მონიტორინგი სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა სექტორის მიერ, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის დაწესებულებებს გააკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები, ასევე მოცემული არის, რომ სამასპინძლო სექტორში ეს მონიტორინგი უნდა განახორციელოს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა უწყებაზე არის გადანაწილებული. უბრალოდ სამწუხაროდ ეს კანონპროექტები ჯერ კიდევ არის ასე ვთქვათ პარლამენტში წარდგენის პროცესში და ეს პროცესი საკმაოდ გაწელილი არის ამ ეტაპზე, რადგანაც ეს არ არის ახალი საქართველოში, თამბაქოს ინდუსტრია ძალიან გავლენიანია, მას აქვს თავისი ფესვები, რა თქმა უნდა, კარგად გადგმული და ასე რომ ჩვენ მაინც მუშაობთ, ჩვენ აუცილებლად მივახცევთ ჩვენს მიზანს, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, თუმცა პროცესი არის რთული და გზა არ არის ძალიან მარტივი. ნუ კი რა სიტყვი სიგარეტის ფასის ზრდაზე, ანუ ეს მომხმარებელთა რაოდენობას შეამცირებს თქვენი აზრით? რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის ზრდას და შესაბამისად ფასის ზრდასაც, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად განხორციელებადი და ეფექტურ რეკომენდაციად არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული. და ამის ძირითადი მიზანი არის იმ მოსახლეობის პრევენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომლებისთვისაც ფასს მნიშვნელობა აქვს, ჯერ დამოკიდებულება განვითარებული არ აქვს ნიკოტინზე, შესაბამისად მათ შეუძლიათ რომ არ მოწიონ თამბაქო და მათი პრევენცია რომ მოხდეს, რომ მათ არ დაიწყონ მოწევა, ანუ მათთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. თუმცა რა თქმა უნდა, შესაბამისად მაღალი ფასი დააფიქრებს აქტიურ მწეველებსაც, რომ დაანებონან შეამცირონ მოწევა და ამისათვის ჩვენ მუშაობთ იმაზეც, რომ განვავითაროთ თამბაქოს დანებების სერვისებიც მიწოდებაც საქართველოში, რომ უკვე მწეველმა, რომელსაც სურვილი გაუჩნდება და мотиваცია რომ დაანებოს მოწევას თავი, შეძლოს მიმართოს გარკვეულ დაწესებულებებს და იქ აღმოუჩინონ დახმარება. ანუ ალტერნატიულ საშუალებებზე მინდა კითხო იგივე პრეპარატების გზით მოხდებას და თუ როგორ ანუ ელექტრონულ სიგარეტზე მინდა კიდე ამასთან ერთად კითხო, რამდენად როგორც ვიცი იგივე დონის მავნებლობა აქვს მასაც, როგორც თუნდაც ჩვეულებრივ თუთუნს. რაც შეეხება თავის დანებების საშუალებებს, ძირითად შემთხვევაში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ნიკოტინი ეს არის დამოკიდებულების გამომწვევი, ანუ ადამიანი ესე თავისით ძალიან უჭირს და რაც არ უნდა ბევრი მცდელობა ქონდეს ვერ ანებებს თავს, ანუ მას სჭირდება ფსიქოლოგიური ან მედიკამენტოზური დახმარება. ამ შემთხვევაში, თუმცა ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ არანაირი მედიკამენტოზური ჩარევა საჭირო არ არის, უბრალოდ ფსიქოლოგიური დახმარებით და გარკვეული რჩევებით ადამიანი ახერხებს, რომ შეცვალოს თავის ცხოვრების სტილი და მოერიოს ამ ჩვევას. თუმცა, როდესაც არის ძალიან ძლიერი ფიზიკური დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში ნიშნავენ გარკვეულ ნიკოტინ ჩანაცვლების თერაპიას ან სხვა რაღაცა ფსიქიურ მედიკამენტებსაც, რომლებიც ეხმარება ადამიანს გადალახოს ის სიძნელეები, რაც დანებების სინდრომებს ახლავს თავს. რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტს, ეს თალსახად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ არ ეხმარება ადამიანს თავის დანებებაში. ეს საკმაოდ შედარებით ახალი პროდუქტი არის ბაზარზე და ამიტომ ჯერ კიდევ კვლევის საგანია, თუ რამდენი არის მისი მავნებლობა ან პირიქით. ამიტომ რეკომენდაცია არის, რომ უბრალოდ მოხდეს ამ პროდუქტების კარგად მონიტორინგი, ისინი თავისუფლად ბაზარზე არ იყიდებოდეს, რა თქმა უნდა, არასრულწლოვანებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი და ხდებოდეს დაკვირვება, აუცილებლად ხდებოდეს რეგულაცია ან როგორც ფარმაცევტული პროდუქტის, ან როგორც თამბაქოს პროდუქტის და აუცილებლად იყოს, ანუ ასე ვთქვათ, გაკონტროლებული, თუ როგორ ხდება ამ პროდუქტის გამოყენება, მაგრამ დანებებისთვის ეს თალსახად უკვე დადგენილი და დადასტურებულია ბევრი კვლევით, რომ ეს არ არის ეფექტური საშუალება. ნუ კი მაინტერესებს საჯარიმო სანქციებზე, ანუ როგორც ვიცი, გაიზარდა ჯარიმები, აი ამასთან დაკავშირებით რა უფრო ცლად მოგვიყვე? ესეც ერთ-ერთი პუნქტი არის, რა თქმა უნდა, იმის რომ აღსრულება უკეთესად ხდებოდეს და უფრო ეფექტური იყოს. ესეც არის გათვალისწინებული ახალი კანონპროექტებით, რომლებიც ჯერ ძალაში არ შესულა. საჯარიმო სანქციები იზრდება. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში ჯარიმები კერძო პირებზე უფრო ნაკლებად იქნება მიმართული, რადგანაც ეს მსოფლიო პრაქტიკა მაჩვენა, რომ უფრო ნაკლებად ეფექტური, არამედ ზოგადად იმ ორგანიზაციებზე იქნება უფრო მიმართული ჯარიმები, რომლებზეც ვალდებული არიან, რომ თავის ორგანიზაციაში, თავის სივრცეში აღასრულონ ეს კანონი და ნამდვილად იყოს თამბაქოსაგან თავისუფალი სივრცე იქ. ჯარიმები იქნება უფრო მაღალი, საჯარიმო სანქციები გამარტივებული, თუმცა ეს ყველაფერი შევა ძალაში, როდესაც ახალი კანონმდებლობა დამტკიცდება. დაბინძურების თვალსაზრისით ხო არ გეკითხებოდი? კი, აი დაბინძურების თვალსაზრისითაც მაინტერესებს.
ნამტვის გადაგდება და ასე შემდეგ. ქუჩაში ან თამბაქოს მოხმარება ეს არა მხოლოდ პირადი ჯანმრთელობის ზიანი, ეს ასევე გარემოს ჯანმრთელობას ან გარემოს ჯანმრთელობის საკითხიც არის და ამ შემთხვევაშიც ჩვენ ქვეყანაში ჯერ ასეთი პოლიტიკა გატარებული არ არის, რომ გარემოს ჯანმრთელობის ზიანისათვის სიტყვაზე დაწესდეს გარკვეული ჯარიმები. თუმცა ეს მიღებული პრაქტიკაა და ჩვენც განვიხილავთ, რომ მომავალში როგორც გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფაქტორი განვიხილოთ თამბაქო და თუნდაც ზოგიერთ ქვეყანაში ინდუსტრიასაც კი აქვს ამის გამო დაწესებული გარკვეული რაღაცა გადასახადები. ანუ ეს ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკაა. ნუ კი მინდა კითხო კიდევ აი რითი ხსნით იმ ფაქტს რომ მოზარდებში უფრო მომატებულია აქტივობა სიგარეტის წევისა და თან თქვენი სტატისტიკით თუ არ ვწდები 9 წელზე მოდის იკლო ასაკმა და უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ მოწევს სოციალური ფონით იხსნება ალბათ ხო ძირითადად კიდევ თუ არსებობს რაიმე რაღაც ისეთი ნუ საშუალოდ მოზარდებში სადღაც 13 წელი არის თამბაქოს მოწევის დაწყების ასაკი რაც ძალიან დაბალია თუმცა ისიც ანახა კვლევამ რომ აი პირველად თამბაქოს გასინჯვის ყველაზე დაბალი ასაკი არის 9 წელიც რაც ნუ ნამდვილად საგანგაშოა ჩვენ ასევე შარშანაც ჩავატარეთ გლობალური თამბაქოს კვლევა სკოლებში სადაც გამოვიკვლიეთ 13-15 წლის ასაკის მოზარდები და იქაც გაირკვა რომ 10% არის ამჟამინდელი თამბაქოს მომხმარებელი, მათ შორის 13% ბიჭი, ხოლო 6%-მდე გოგონა. რაც ძალიან საგანგაშოა, რაც მზარდი ტენდენცია არის ახალგაზრდებში და ნუ ამისი ერთ-ერთი ალბათ ისეთი მიზეზი, რითიც შეიძლება აიხსნას, არის სწორედ ის, რომ პოლიტიკა არ ხორციელდება ისე, როგორც უნდა ხორციელდებოდეს. თამბაქოს პროდუქცია, რეკლამა ხელმისაწვდომია ყველასთვის, განსაკუთრებით მინდა აღნიშნო თუნდაც Marlboro-ს სარეკლამო კამპანია, რომელიც ბევრ ქვეყანაში უკვე გამოვლინდა, რომ სწორედ ახალგაზრდებისკენ არის ეს სარეკლამო კამპანია მიმართული. ანუ ბავშვებს ყველანაირად მიუწვდებათ ხელი რეკლამისკენ, რაც მათ მოუწოდებთ მოხმარებას. თამბაქოს ინდუსტრია აქტიურად ახორციელებს სკოლებში რაღაც გარკვეულ თავის კამპანიებს, სასპონსორო ღონისძიებებს და ასე შემდეგ. ესეც ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია, რომ ბავშვები განწყობილი იყვნენ მოწევისადმი. ასევე არ ხორციელდება ანუ თამბაქოს საწინააღმდეგო მასშტაბური კამპანიები, მასობრივი კამპანიები, რაც დაკავშირებული არის გარკვეულწილად არამდგრად დაფინანსებასთან და ასე შემდეგ და ბევრი ისეთი კომპლექსური ღონისძიება, თუნდაც ის რომ ხელმისაწვდომი არის თამბაქოს ყიდვა 18 წლამდე ახალგაზრდისთვის. ნებისმიერ ბავშვში რომ მივიდეს, შეუძლია რომ უმეტესობა სამწუხაროდ სავაჭრო ობიექტში იყიდოს თამბაქო. თამბაქო ასევე იყიდება ღერებით, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის მას ბავშვებისთვის და ბევრი სხვადასხვა ასეთი ფაქტორი, რაც რა თქმა უნდა რომ უნდა გამოსწორდეს. შემჩნევი მოკრო ტელევიზიით არც რადიოთი სიგარეტის რეკლამით აიგრძალა თუ როგორ? კი ეს ანუ რეკლამის კანონიც, რომელიც ასევე მოქმედებს უკვე რამოდენიმე წელია საქართველოში, კრძალავს სრულიად ტელევიზიით და რადიოთი თამბაქოს ნაწარმის რეკლამას. თუმცა აქ საუბარი არის პირდაპირ რეკლამაზე, არის ხოლმე გარკვეულწილად ფარული რეკლამები მაინც ტელევიზიაში, ზოგიერთ სერიალებში არის ხოლმე თამბაქოს მოხმარების დემონსტრირება და ასე შემდეგ, რაც ასევე ფარულ რეკლამას წარმოადგენს. პირდაპირი რეკლამა კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიოთი და ტელევიზიით აკრძალულია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ბანერებზე. აი ამაზე თუ გატარდება მომავალში რა? კი, ანუ ასევე ახალი კანონმდებლობით, რომელსაც სულ უკეთებ ასე ვთქვათ რეფერირებას არის გათვალისწინებული, რომ სრულიად უნდა აიკრძალოს, რადგან ეს არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ღონისძიება იმისთვის, რომ არ მოხდეს პოპულარიზაცია ამავე პროდუქტის. კი, ნამდვილად მოსია ერთი მხრივ რეკლამას უწევენ, მეორე მხრივ კი რაღაც კოლობზე არის მითითებული. ხო, ჯობია ნამდვილად საბოლოოდ აღმოხვრათ. კი, ეს კოლობზე მითითებაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ახლა არის ყველაზე მინიმალური, რადგანაც უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში დანერგილი არის ნახატები, რომელიც ასევე გამოვლენილია კვლევებით, რომ ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ წარწერა, რომ თამბაქო კლავს, რადგანაც ეს ყველაზე ისეთი ნაკლებად ეფექტური მესიჯია, რომელიც ადამიანს მოტივირებას გაუკეთებს თავის დანებებას. ბევრმა ქვეყანამ ისიც კი შემოიღო უკვე, რომ სადაშეფუთვა აქვთ თამბაქოსი, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი ბრენდი არ არის უკვე იქ წარმოდგენილი, ანუ არანაირად რეკლამა აღარ ხდება თვითონ არც კოლობზე.
და არის თუ არა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება თავად მომხმარებლისგან აი ამ პროექტებზე? ჩვენს მიერ შარშან სწორედ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკვლეული იქნა მთელ საქართველოში დაახლოებით 1000 ადამიანი, 1400 უფრო სწორად და ამ სწორედ მკითხეთ იმ მოსაზრებების შესახებ, რაც ახალი კანონმდებლობით უნდა განხორციელდეს იმ ღონისძიებების შესახებ მათი მოსაზრება და არანაირი წინააღმდეგობა არ არის სხვათა შორის არც ერთი ამ ღონისძიების წინააღმდეგ. არის ძირითადად 80-90% მხარდაჭერა ყველა თითოეულ ღონისძიებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში დაუშვათ უფრო ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ, რაც მოუწოდებს იმაზე, რომ უბრალოდ არ არიან საკმარისად ინფორმირებული და ეს ჩვენთვის არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მასობრივი ინფორმაციის კამპანიები გავზარდოთ. ხო, მაგრამ წინააღმდეგობას ნამდვილად მოსახლეობისგან ვერ ვხედავთ. ჩვენ ვიცით, რომ ქართული მოსახლეობა საკმაოდ ინფორმირებული და ერუდირებულია იმისთვის, რომ გააზრებული კონდეს თამბაქოს მოხმარების მაგრამ მაინც მქონია რესტორნებში რაღაც ქართველები ხო ცოტა გამრიელად კეიპობენ რაღაც ესე ეკონომიკა პრობლემა შეექმნებათ რა ადგილი. ესე ფიქრობდნენ ბევრ სხვა ქვეყანაში. ირლანდია ვერ წარმოედგინათ პაბების garaშე, სადაც არ ეწევიან. თუმცა, როდესაც მოსახლეობა შეაპრობირებული მეთოდია, ეგ ნამდვილად. მოკლედ ნოკიდროა დაგიმშვიდობოთ და მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ. რა თქმა უნდა, თავარია ჯანმრთელობა, ასე რომ ესეთ მეც შემოგიერთდებით ამ კამპანიაში. არაჩვეულებრივ საქმეს ეძებიან, აკეთებენ ნამდვილად და დიდ მადლობა ჯანმრთელი თაობა გჭირდება პირველად. აუცილებლად. დიდი მადლობა თქვენს მოწმეს. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ნუკის სტუმრობისთვის და სასარგებლო ინფორმაციისთვის. ვემშვიდობებით სტუმარს, თქვენ კი ძვირფასო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნუკა მაღლაკელიძე. გადაცემის შუადღე მედეფემზე კი მეორე ბლოკი დასრულებულია და მცირე რეკლამის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით. დაგიბრუნდებით კოკა შავდიასთან და ლიკა ბიჭიაშვილთან ერთად. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 595-04-103. რადიო მედეფემ წარმოგიდგენთ. საზოგადოება ნაკლებად არის გაცნობიერებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებში. ჯერ კიდევ არსებობს დამკვიდრებული სტერეოტიპები მათი დასაქმების შეუძლებლობაზე, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ერთად დავამსხვრიოთ მითი შესაძლებლობათა შეზღუდვაზე, ერთად შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება, ერთად დავძლიოთ სტიგმა. უსმინეთ ყოველ ხუთშაბათს 17-დან 18 საათამდე რადიო მედეფემის პირდაპირ ეთერში საავტორო გადაცემას ადამიანები განსხვავებული შესაძლებლობებით მაია ასაკაშვილთან ერთად. დაგიბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, პირდაპირ ეთერში ვინც ახლა შემოგვიერთდა, მინდა შევახსენოთ, რომ თქვენ უსმენთ გადაცემას შუადღე მედეფემზე. პირველი სამედიცინო მედეფემის ეთერში ტალღაზე 100 და 3. სტუდიაში შემოგვიერთდნენ ლიკა ბიჭიაშვილი და კოკა შავდია. მოგესალმებით კოკა და ლიკა, როგორ ხართ პირველ რიგში? მოგესალმებით გიგა და მარიო. კარგად თქვენ როგორ ხართ? ჩვენც კარგად. ლიკა, ვიცი რომ ძალიან საინტერესო რჩევები გაქვთ დღეს და მოდი დაიწყე, გისმენთ. დღეს მე ვისაუბრებ ფრჩხილების მოვლასა და დინდგელის ჯადოსნურ თვისებებზე. ფრჩხილები ძვლოვანი სისტემის მდგომარეობის გამომხატველია. ფრჩხილების აშრევებასა და სიმყიფეს განაპირობებს რომელიმე მიკროელემენტების დეფიციტი. ახლა შემოგთავაზეთ ფრჩხილების მოვლის რამდენიმე საშუალებას. ფრჩხილების გასამაგრებლად აღჭირდებათ 1 სუფრისკოვზი მარილი, 9 ლიტრ წყალში გახსნილი. პროცედურა ტარდება კვირაში 2-ჯერ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფრჩხილები შეიმშრალეთ ხელსახოცით და წაისვით ნებისმიერი მკვებავი კრემი. 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 3 სუფრისკოვზი მარილი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზე 5%-იანი იოდის ხსნარი. გააჩერეთ თითები მიღებულ აბაზანაში 10-15 წუთით. გლუვი და პრიალა ფრჩხილები გექრება თუ ოდნავ შემთბարձეთს დაუმატებთ მარილს. მიღებულ სითხეში ჩაუშვით თითები და 15-20 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ ბამბის ხელთათმანებით ჩაიცვით, პროცედურის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ. დინდგელი. ფუტკრის პროდუქტებიდან ყველაზე სასარგებლო და ამავე დროს ბოლომდე ამოუცნობ ნივთიერებას წარმოადგენს დინდგელი. იგივე პროპოლისი. იგი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს და აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ეპიდემიების დროს თავის დასაცავად საკმარისია დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში 2-ჯერ დაღეჭოთ.
ყელის ტკივილის დროს დილით თავს უკეთ იგრძნობ თუ ძილის წინ 2-3 მცირე ზომის ბურთულას ჩაყეჭავთ. ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს გააძლიერებთ თუ მოამზადებთ. სპირტიან ნაყენს 70%-იან 100 მლ სპირტში ჩაახეხეთ 15-20 გრამი დინდგელი. შემდეგ მოათავსეთ სიბნელეში და დღეში ორჯერ შეანჯღრიეთ 1 კვირის მანძილზე. მიიღეთ დღეში 1 ჩაის კოვზი 2 კვირის განმავლობაში. 10 დღე შეისვენეთ. კურსი ორჯერ გაიმეორეთ. ყურის ტკივილის დროს 3 წუთის შემთბარი დინდგელი სპირტიანი ხსნარი ჩაიწვეთეთ ყურში და გარედან დაიდეთ თბილი კომპრესი. კარიესის დროს 20 წუთის სპირტიანი ნაყენი გახსერით 1 ჭიქა წყალში და გამოივლეთ პირისყრუში. გრიპის დროს შედეგს მალევე იგრძნობთ თუ 10%-იან სპირტიან ნაყენს ცხვირში ჩაიწვეთებთ. დღეისათვის ეს იყო. მე კი ბოლოს გისურვებთ. დიდი მადლობა ლიკა. კოკა გაგვეცანი სპორტული სიახლეები. ბევრი სიახლეები მოგესალმებით. აუ ძალიან მაგარი ინფორმაცია მოქვს პირველივე. გაგვეცანი ეგრევე. სიამაყით აუცილებლად გაგაცნობთ. საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა. მათ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალია დაამარცხეს. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, იტალიელები 6-0-ს გვიგებდნენ, თუმცა პატარა ბორჯგოლოსნებმა შეძლეს და 2 ჯარიმის გატანით ანგარიში გაათანაბრეს. გამარჯვებულის გამოსავლენად 5-5 ჯარიმის, ანუ შუტაუტის დარტყმების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც ჩვენები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ და ფინალური საგზურიც მოიპოვეს. დასკვნითი მატჩი 4 აპრილს შედგება, ჩვენი მეტოქე კი ტურნირის მასპინძელი საფრანგეთის ეროვნული გუნდი იქნება. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის ქალაქ რაანანაში პირველი გამარჯვების მოპოვება შეძლო. მან მსოფლიოს 127 ჩოგან ჯონ მილმანს 2 სეტში 6-3-6-1 ძლია. 23 წლის ქართველმა ჩოგურთელმა ელექტრა ისრაელ ოპენის 2015-ის პირველი რაუნდის დაძლევით 9 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. მეროთფინალში კი მის პირველ ნომრად განთესილო. ბაზა კაუჩიჩსა და იგორ სისლინგს შორის საუკეთესო შეხვდება. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქოძე ეგვიპტის ქალაქ შარლემ-შეიხში იმყოფება, სადაც მორიგ 10,000-იან ტურნირში იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთად შეჯიბრის საწყის რაუნდში მეშვიდე ნომრად განთესილი ბოლქოძე ძალებს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუს ანგელინა ფედოროვასთან მოსინჯავს. მარიამ უკვე ჩაატარა პირველი შეხვედრა წყვილთა ტურნირში, ბოლქოძემ და რუსმა იულია ბლიზგალოვამ ნიგერიელ ოზუ ოგუსტა პაკისტანელ სუჰაილს 6-2 ზლიას და მეოთხედფინალში მესამე რეიტინგის მქონე ესპანურ-ხორვატულ დუელს ფერნანდეს რაბენერი ლეკაის გაეჯიბრებიან. საზაფაჩულია კი ქართული გულშემატკივრების განებივრება შესანიშნავი ასპარეზობით განაგრძობს. NBA-ში მან მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა თავის ყოფილ გუნდ ატალანტასთან. ფაჩულია მილუოკიში საუკეთესო იყო, ზაზა 36 წუთი ითამაშა და ბურთი არ დაუკარგავს. ჩვენმა კაპიტანმა მოცემულ დროში 17 ქულა დააგროვა, რასაც 13 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. წინა ტურში ზაზას მიერ გაკეთებული უზადო გადაცემა კი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის საუკეთესო პასების ტოპ 10-ში პირველ ნომრად შევიდა. მისი მილუოკი კვლავინდებურად მე-6 პოზიციას იკავებს. იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი დასანანი მარცხი გაინცა და გიორგი შერმადინის კანტუმ საქართველოს ქართლის კლუბი პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ პასტორია სტუმრობდა და ოვერტაიმში 87-88 წააგო. შერმადინის სასტარტო ხუთეულში იყო და 18 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ევროპულ სიახლეებზე გადავიდეთ. მაიამის მასტერს 1000-ის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი მიმდინარე შეჯიბრებების მეოთხედფინალში უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი 6-7, 7-5, 6-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნოლის მეტოქე ესპანელი დავით ფერერი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ფრანგ ჟილ სიმონს სძლია. და დღეისათვის ბოლო ინფორმაცია, მადრიდის რეალი 2015-2016 წლების სეზონისთვის გაძლიერებას უკვე შეუდგა სამეფო კლუბმა პორტუგალიური პორტუდან 23 წლის ბრაზილიელი მცველი დანილო ოფიციალურად დაიმატა. ამის შესახებ ესპანური გრანდის ვებგვერდი იუწყება. რეალის დრაკონების სამხრეთ ამერიკელი განაპირა მცველი სანაცვლოდ 31 მილიონ ევროს გადაურიცხავს. მადრიდის რეალმა და პორტომ მიაღწია შეთანხმებას დანილოს მადრიდში გადმოსვლასთან დაკავშირებით. ბრაზილიელი რეალის ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს კონტრაქტი კი 2021 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. დიდი მადლობა კოკა. მე მინდა აღნიშნო კოკა ერთი ფაქტი, რომ გუშინ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ესპანეთის ნაკრები. ძალიან დიდი მადლობა რომ დახარებული ვარ მე პირადად. ძალიან დიდი მადლობა, მე ცოტა გვიან ძალიან პირდაპირ ეთერში მიკბინეს. გადახალისებული შემოადგენლობა ყავდეს. კი, გეთანხმები. და ამხანაგური შეხვედრა იყო. მე რომ ვერ ყვეოდე, მეც ჩავერთმეოდი ამ საუბარში. ეს გარეთ გავაკეთე.
მოკლედ, ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის. პირველი სამედიცინო რადიო მედეფემის ეთერში ტალღაზე 103. თქვენთვის 1 საათის განმავლობაში მუშაობდით ჩვენ, მარიამ თოდუა, გიგა გიგაური, კოკა შავდია და ლიკა ბიჭიაშვილი. ხვალ ისევ ამ დროს შევხვდებით ამავე ტალღაზე მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.